ეს 21 წლის თამარ შამანაურია. თაკო მომავალი ადვოკატია. უყვარს ხატვა და სიმღერა. ვნახოთ, ვის შემოატრიალებს მისი ნამღერი. მე ვარ თაკო შამანაური 21 წლის თბილისიდან. ვარ სტუდენტი. ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ხანდახან ესე მსურს ხოლმე, რომ ჩემთვის განვარტოვდე და დავიწყო ხატვა და ეს არის ჩემთვის განტვირთვა. ძირითადად ანიმაციებს ხატავ ხოლმე, თუმცა კარიკატურაც დამიხატავს, პორტრეტიც დამიხატავს, ვუკრავდი ფორტეპიანოზე. ასევე ვდირიჟორობდი ცოტა ხნის მანძილზე, მღეროდი ანსამბლებში, გუნდებში, მქონდა ძალიან ბევრი კონცერტი. მე ჩავაბარე და ცოტა ხნით შევწყვიტე სიმღერა. ბოლო 2 წელია რაც მოვეკიდე სერიოზულად ამ საქმეს და ვსწავლობ ინდივიდუალურად, ვემზადები ვოკალში. და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ახალ ხმასში მოვსულიყავი, რადგან გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები, მიმეღო სიამოვნება საკუთარი სიმღერით, კონკურსით, ხალხისთვის მიჩვენებინა თუ როგორ მღერი. საერთოდ ახალ ხმაზე გავიგე მანამ სანამ საქართველოში ჩამოიტანდნენ ამ პროექტს და მუდმივად ვადევნებდი თვალყურს საზღვარგარეთ ჩატარებულ ახალ ხმებს. და მაშინ თქვი გუნებაში, რომ ამ პროექტს საქართველოში ჩამოიტანენ, აუცილებლად გავალთქო და შევასრულე ეს სიტყვა. მოგესალმებით. გაგვეცანეთ. თაკო შამანაური 21 წლის. თაკო, აი მე რატო არ დავაჭირე? აი ეს იგივე კომპოზიცია პიანოზე და გემრიელად რო გემღერა 2 წამში დავაჭერდი და წამოვიდოდი. სხვანაირად გაქვს დანახული ეს კომპოზიცია ალბათ, იმიტომ რომ მე აქ უფრო მინდოდა რაღაც თბილი, აი ესეთი რაღაცნაირი რბილი და პიანო მინდოდა ძალიან. ხო, ხმამაღლა იყო. თუმცა ერთ მომენტში გაგეკეთებინა რაღაცა მაღალი, აი დიაპაზონის ჩვენების მიზნით. მთელი კომპოზიცია მაპატია. როგორ ფიქრობ, რამ შეგიშალახა? რა ვიცი, ნერვიულობდი. ნერვიულობა რაღაც გარკვეულ დონემდე, რაღაც დოზამდე კარგიცაა, მაგრამ ზედმეტად ნერვიულობდი, ასე ფიქრობ? რა ვიცი, კი ფიქრობ, რომ ნერვიულობდი და ჩემ და სიმღერას კავშირის შორის იყო პრობლემა. ასეთი ვარიანტი ამ სიმღერის შენ თვითონ კი, ჩემი ვარიანტია. ძალიან ორიგინალურია, მე ასეთი ვარიანტი ამ სიმღერის არ მისმენ. კი, ჩემი ვარიანტია მთლიანად. იმედი მაქვს, როგორც მომღერალს და როგორც მუსიკას მე უფრო გაგიმართავს სხვა კონკურსებზე და სადმე სხვა. წარმატებებს.